რას ვაკვირდები, იცი? ძირითადად ძალიან ბევრი ტიპი თან, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდაზეა ჩამოკიდებული. ბევრი ადამიანი. რაში არის ექსპერტი? არ დაგვიყვები ხარ? რაში? გეოპოლიტიკაში. ანუ ქართული ოცნების ძალიან ბევრი მხარდამჭერი გეოპოლიტიკაში არის, უბადლო ექსპერტია. ყველაფერი იციან შეჭ. ტრამპი რას იზამს და რაღაცა 50 წლის დეიდების ისინი მაქვს წაკითხული ტრამპი რას იზამს შეჩემა რა. იციან. ხა ტრამპი საიდან იციან? სად არის 200 კასპეშალი რა, სამი კვირა არ მძინავს. ანუ ნახე ბიჭო რა ხდება? გამოდი ვზივარ, პროსტო ვზივარ, არც არ ვაკეთებ თელი დღეების განმავლობაში. გეოპოლიტიკაზე მიდის გადატანა ყურადღების. მადლობა, მადლობა. საერთაშორისო ურთიერთობებზე ეს თავის პერსიმებში. ბიჭო, მინდა აღმოვთქვა ესა რა, რასაც ხედავ. და პრობლემა რაცაა, კიდე რასაც ბევრი ვერ ხდება რა. შემხედრიან ბიჭო ადამიანები ინტერნეტშიც ისე რომ ვიცნობდი და ნაცნობებიც ვინც ვიცნობ, ორი წიგნი არ უნახავს ერთად დადებული ერთმანეთის გვერდზე შეჩემა. და გეოპოლიტიკაზე ანალიზებს აკეთებს ბიჭო. საიდან მოდის ეგ? საიდან იცის ეს რაღაცეები? TikTok-ზე ნახა 2 წუთიანი ვიდეო, შალვა რამიშვილს უსმინა და გურის და იმას, ხო და რაღაცა ვიღაცას კოკობახიძეს შეჩემა და ამან ეხა დაალაგა მთელი ეს ყველაფერი იცის. ტრამპიდან დაწყებული კურსულა ვიღაცა ესა პროცეს ზელინსკი, პუტინი, ეს ამას იზამს, პუტინი იმასე, ეს ამას იზამს და ამასობაში შენ აქ სიღარიბეში შეიძლება ცხოვრობ შეჩემა, კალბასი 15 ლარი გახდა თუ რაღაცა სახე გაქვს ახეული და ხელფასი არ გეზრდება და ყველაფერი ძვირდება და ეგეთ უბედურებაში ცხოვრობ, მაგრამ თავს იწყნა ტრამპი მოვა ახლა და ზელენსკი და რაღაცებს იძახი შეჭრემა რა იცი ბიჭო რა ყველაზე ტიპები თელ ცხოვრებას რო უთმობენ გეოპოლიტიკის შესწავლას იმათმა არიციან ზუსტად რა ხდება და გამოდიან ერთ დღეს ამბობენ რაღაცას და ჩემი ყლე მეორე დღეს სხვა მეორე ხდება ხოლმე იმის მიმეებით არიან რა ქვია ამინდის პროგნოზის სასწავლით რო თქვა მზე იქნება და დედის თქვა სეტყვა ხოლმე შეჭემ ეგრე არიან ის ინ უფრო ურტყამენ და სინოპტიკოსები ურტყამენ კაი ჩვენ თავს მივხედოთ ჩვენ გეოპოლიტიკის ის სპეციალისტები და ეს ტიპი შეჭემა ორი წიგნი მიტყუპებული არ აქვს ნანახი ცხოვრებაში ხელში გარაუღია ეს მიტყუპებული არ აქვს ნანახი და ეგ ტიპი გამოდის და ახა ეს აი ყველაფერი იცის და თუ მანდაც ვერ ჩაგაჭირა მე საერთოდ ვაფშე ისეთ თემებზე გადადის რომელიც ვაფშე არავინ არ იცის აუგებ სოფლიოს მმართველებზე გესაუბრება მასონები ილუმინატები და მაგათი დედამ იმ სოფლიოს მმართველების დედამ უთყან ვიღაცა გოგას ნუცუბიძეზე რომ გააგონეს რა უნდა გააკეთონ შეჭემა შენ თუ ცხოვრობ თბილისში რომელიმე უბანში ან სადმე საქართველოს თუ ცხოვრობ და გგონია რომ ზუსტად იცი რას აპირებენ მასონები სოფლიოს მასშტაბით იმათი დედამ უთყან მაგაზე ყლეები მეორე არ ყოფილა სოფლიოში შეჭემა შენ თუ გაგაგებინეს შენამდე თუ მოვიდა ეგ ინფორმაციათო სოფლიოს მმართველებმა შენ თუ გითხრეს ან შენ თუ გაიგე ესენი ყლეები არიან მე ვიცი ასაპირებენ. აი ეგ თუ ეგრეა, რაგეთ სოფლის მმართველების დედა მოუთყან. ყლეები ყოფილან შეჩემ. ისევე როგორც გლობალური ომის პარტიის ტიპები. გლობალური ომის პარტიის ტიპები არიან, შეჩემა გლობალური ომის პარტია და ირაკლი კობახიძეს ვერაფერი ვერ უქნეს რა, აი. ცადე რას არა უკრაინა რუსეთს ომი დაიწყეს შეჩემა რა და ეგ ჩვენთან ვერაფერი ვერ ქნეს. ამას კი ყველაზე კიდია, მაგრამ დიდი მადლობა მეგობრებო, რასაც ეს გამომწერისთვის.